1930 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის სარჩელს იხილავდა, რომლის მიხედვით ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტს მე-20 საუკუნის დასაწყისში ათობით ათასი ადამიანის ჩონჩხის განადგურება შეედებოდა ბრალი. როგორც მოსარჩელი მხარე ამტკიცებდა, ჩონჩხების სიმაღლე საშუალოდ 3-6 მეტრი იყო. მოპასუხე აღნიშნულ ფაქტს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ პროცესი მხოლოდ იმის გამო იყო წამოწყებული, რომ 168 წლის ინსტიტუტისთვის რეპუტაცია შეელახათ. მაგრამ მას შემდეგაც მათივე საცავიდან ჩონჩხების განადგურების წინ მოპარული 130 სანტიმეტრის სიგრძის ფეხის ზვარი წარმოადგინეს. სასამართლომ მოპასუხე მხარეს ძვლების განადგურების დოკუმენტის გამოქვეყნება დაავალდებულა. ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძვლების განადგურების ბრძანება მაღალი დონის ადმინისტრაციიდან მოდიოდა, რათა დარვინის ევოლუციური თეორია დაეცვათ. მთავარი იყო საიდუმლოც დარჩენილიყო არქეოლოგების მიერ გაკეთებული აღმოჩენები, რომ დამაჯერებელი იყოს თითქოს ამერიკაში მოსახლეობა აზიიდან ბერინგის სრუტის გავლით 15,000 წლის წინ მოვიდა. სინამდვილეში კი ამერიკის კონტინენტზე არსებობს ათასობით სამარხი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები აქ ბევრად უფრო ადრე ცხოვრობდნენ. გიგანტური ადამიანების ნაშთების გარდა უამრავი ლითონის არტეფაქტი არსებობს, რომელიც დღემდე არც რეგისტრირებულია და არც პრესისთვის არის წარდგენილი. განაცხადა პროცესზე მოსარჩელი მხარის ადვოკატმა. გასული საუკუნის დასაწყისში სამხრეთ აფრიკაში ფერმერმა სტოფელ კიოტცმა თითქმის ვერტიკალური ქვის ზედაპირზე ადამიანის ფეხის ანაბეჭდი აღმოაჩინა, რომლის სიგრძე 1 მეტრი და 28 სანტიმეტრი იყო. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ გოლიათმა ქანს ფეხი როცა დაადგა, ის ჯერ კიდევ რბილი იყო, ხოლო გამაგრების შემდეგ გრანიტად გადაიქცა და გეოლოგიური პროცესების შედეგად ვერტიკალური მდებარეობა მიიღო. ამ ზომის ფეხის პატრონი სამარაუდოდ 6 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო. 1971 წელს ავსტრალიაში ქუიზლენდელმა ფერმერმა სტივენ ვოლკერმა მიწის ხვნის დროს შემთხვევით აღმოაჩინა ადამიანის დიდი ზომის ყბა 5 სანტიმეტრის სიგრძის კბილებით, რომელიც ადამიანს ეკუთვნოდა. თითქმის ანალოგიური აღმოჩენა გააკეთეს ავსტრალიაში 1985 წელს. არქეოლოგიური გათხრების დროს სხვადასხვა ნივთებთან ერთად ადამიანის კბილი იპოვეს, რომლის სიგრძე 67 მმ და სიგანე 42 მმ იყო. ასეთი კბილის პატრონის სიმაღლე მინიმუმ 7,5 მეტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო წონა 370 კილოგრამი. კბილთან ერთად აღმოაჩინეს ასევე არტეფაქტები, შრომის იარაღები, დანები და 9 კილოგრამიანი ცული.